საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა პრესის თავისუფლების 2014 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს შარშანდელთან შედარებით მდგომარეობა 3 პუნქტით გაიუმჯობესა და 197 ქვეყანას შორის 93 ადგილი დაიკავა, თუმცა საქართველოს მედიის კუთხით კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა. რა რჩება დღემდე ქართული მედიის პრობლემად? გიორგი წეროძე ამბობს. Freedom House-ის პრესის თავისუფლების 2014 წლის რეიტინგში საქართველოს მდგომარეობა 3 პუნქტით გააუმჯობესა და 197 ქვეყანას შორის 93 ადგილი დაიკავა. ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების ინდექსი 47 ქულით შეფასდა, რაც შარშანდელთან შედარებით 2 ქულით გაუმჯობესებულია. რეგიონში მოქმედი რეპორტიორები პოზიციის გადანაცვლებას დადებითად აფასებენ, თუმცა როგორც ამბობენ, ჯერ კიდევ რჩება რიგი პრობლემები, რომელიც ჟურნალისტთა საქმიანობის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია. გაზეთი ბათუმელების რედაქტორის შეფასებით, ჯერ კიდევ არსებობს საჯარო ინფორმაციის მიღების პრობლემა. მთავარ პრობლემად მე ვიტყოდი, რომ რჩება ძალოვანი უწყებები ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით. აგრეთვე არის შემთხვევები, როდესაც ვიგია, რომ ჟურნალისტებს ეხება სხვადასხვა ტიპის ძალადობა, ეს არ არის ჩვენს რეგიონში, მაგრამ არის რეგიონები, სადაც არის სხვადასხვა ტიპის ძალადობა, მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა. სირთულეები, რა თქმა უნდა, რჩება გარკვეული სახის, ეს იქნება საჯარო ინფორმაციების მოწოდება, სამთავრობო სტრუქტურებიდან ინფორმაციის მიღება, სამთავრობო სტრუქტურებიდან დადასტურება ამა თუ იმ ფაქტის, ანუ რაღაც სახის პრობლემები არსებობს, თუმცა უფრო მეტი პრობლემები ადრე იყოს, შემიძლია ესეც ვთქვა. ინფორმაციის მოძიების პრობლემა ჯერ არ შექმნია ეთერში ახლად გასულ მეოთხე არხს. საინფორმაციო სამსახურის უფროსის ეკალორ თქიფანიძის შეფასებით, წინა წლებთან შედარებით მედიას მუშაობა გაცილებით გაიოლებული აქვს. ჩვენ არ გვაქვს დიდი ხნის მუშაობის გამოცდილება, სულ რაღაც 1 კვირაა, რაც ეთერში გადის მეოთხე არხის საინფორმაციო გამოშვებები. მინდა ვთქვა, რომ რეგიონის დონეზე სახელმწიფო უწყებები რაღაც ყველა ღიაა და ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობენ. ბოლო პერიოდში სამთავრობო უწყებებიდან საჯარო ინფორმაციების გამოთხოვის გამარტივებაზე საუბრობს 25 არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსიც, თუმცა მაია მერკვილაძის თქმით, რჩება რიგი პრობლემები, რომელიც მისი აზრით მედიის თავისუფლების ხარისხზე უარყოფითად აისახება. დროში გაჭიანურება, შეიძლება დავარქვათ ამას, საჭირო კითხვაზე საჭირო დროს პასუხის არ გაცემა, ვთქვათ, აქტუალურ თემაზე უპასუხოდ მაყურებლის და ჟურნალისტის დატოვება და ესეთი ტიპის პრობლემები გვაქვს ხოლმე. პოზიციის გაუმჯობესების მიუხედავად საქართველოს ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის რჩება. ნაწილობრივ თავისუფალი კი არ ნიშნავს თავისუფალს, ამიტომაც მედიის თავისუფლების მიმართულებით ქვეყანაში კიდევ ბევრი ფუნდამენტური ნაბიჯია გადასადგამი, აცხადებს მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე. დაახლოებით თავისუფალი მედია ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის თავისუფალი მედია, ამიტომ ჩვენ ეს სტანდარტი ძალიან სწორად უნდა გავიგოთ და უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ გვინდა განვითარება, თუ გვინდა თანამედროვე სახელმწიფო ჩამოყალიბება, მაშინ მედიაც უნდა იყოს თავისუფალი. საქართველოს ანალოგიური მაჩვენებელი 47 ქულა Freedom House-ის პრესის თავისუფლების რეიტინგში ბოლოს 1999 წელს ჰქონდა.